მოგესალმებით, ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ არც მეტი არც ნაკლები Bugatti Chiron's. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ანდრია ჭანტურიძეს იმისთვის, რომ ეს მესამე მოდელია იმ კოლექციიდან. კი ბატონო. ამერიკიდან გამოვიგზავნა საჩუქრად. და სხვათა შორის ბურაჯოა თან. თან ბურაჯოა წარმოებული. რომელიც 1974 წლიდან აწარმოებს მოდელებს. და არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ Bugatti Chiron's ჩაწერა გეგმაში იყო. უბრალოდ უფრო სწრაფად მოხდა. ხო, ანუ დაგვიჩქარეს პროცესი. ხო, თან ყველა ძალიან ის გამიხარდა, რომ ზუსტად ესეთ ფერებში ჩამოვიდა, იმიტომ რომ საქართველოში ესეთი ფერის Bugatti არის. Chiron. თან Chiron-ი კი ბატონო. და Bugatti პირველი Bugatti არ ხსეთა. თან პირველი თან 1.18. თან 1.18. ანუ 1.18 ჯერ დაპატარავებული ნამდვილ მანქანას რო შევადაროთ. კი ბატონო, სხვათა შორის საკმაოდ მაგარი დეტალიზაციით არის. ეხლა შენ იცი რომ ბურაჯოს არ ეშლება რა მანქანას კეთება. მით უმეტეს დიდ მასშტაბში. ეგება კარებები. არა მარტო კარები. ის საბარგული. მოდი ეს უნდა გავაჩირო, თორე საბარგული არ ეგება. კი როგორ? უი, უკაცრავად ამას ხო საბარგული წინა აქვს. როგეუბნები ეხება, ესე იგი ეხება. ბოდიში. და სპოილერი ამოდის. და სპოილერი ამოდის, არის აი. ხო, სამწუხაროდ ის არის, რა ქვია. ძრავი არ იგება რა. ხო, ძრავის განყოფილება არ ეგება. ზოგ მანქანებს ეგრე აკეთებენ ხოლმე. 1.18-ებსაც კი. კი ბატონო. დავიწყოთ მოყვე ეტორე Bugatti-s ისტორია, სხვათა შორის მაგარი ტრაგიკული. და კიდე ერთხელ უნდა ვახსენო დასაწყისშივე, რომ რატო არ არის ფილმი Bugatti-ში. ანუ ეგ სხვათა შორის არანაკლები პიროვნება იყო. მაგარი სიუჟეტი გამოვიდა და წესით. ხო და მოკლე ფილმს ახლა ჩვენ ვიღებთ რა, ჩვენი საუბრით. როგორც ხდება ხოლმე რა. მე-19 საუკუნეში დაიბადა. კიდე ერთხელ. ხო, 1891 წელს დაიბადა. ეს ჩვენი ეტორე Bugatti ხელოვანების ოჯახში სხვათა შორის. მაგის მშობლები, დედაც და მამაც იყვნენ ხატვარ დიზაინერები. მაგიტომაც გამოდის ესეთი ლამაზი მანქანები დღემდე. ხო, და თან როგორ იცი, რომ აი წარმოიდგინე, რომ თან რა პერიოდი არის? მე-19 საუკუნე. 19 საუკუნე და მაგ დროს ხო ეს ხელოვნების ნიმუშები ხო დღეს ძალიან უფასობს და მასშტაბი გაკეთებული და რაღაცა რა. მით უმეტეს აი ხეზე ნამუშევარი და მამამისი იყო ხის დიზაინერი. ხის ავეჯს ამზადებდა. დურგალი. ხო რა. ხო, ნუ აი დურგალი არა, უფრო როგორიც მაგა დურგალი არა ქვია, შედევრებს ამზადებდა იმდენად მაგარ რაღაცებს. არიან მაგარი ტიპები. და სხვათა შორის ამ მანქანასთან მამამისის კავშირსაც ვიტყვი. Chiron-თან არა, საერთოდ Bugatti-s მანქანასთან. რომელიც რო ერთი დეტალი შვილმა მამისგან აიღო. ხო. მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე რა, გაიზარდა რამე ფავში, ისწავლა ყველაფერი და თავიდანვე ხირკედელაობის ნიჭი ჰქონდა რა. და მაგ პერიოდში კიდე მანქანები მსოფლიოში სულ ერთი თუ ორი წელი დადიოდა. Mercedes-ი იქნებოდა. ხო. და ეგ პერიოდი იყო რაღაცა, ნუ 1800-იანი წლების მიწური. ბოლო რა. ხო, მე-20 საუკუნე რომ გადაიწყოს. ხო, თითოეულა მანქანა რო დადიოდა რაღაცა და ნუ მაგ პერიოდში პატარა 16 წლის ასაკში იყო, რომ შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა სამთვლიან ველოსიპედი არ იყო, ის იყო მოტოციკლი.
ოღონდ როგორ იცი, წინ ერთი თვალი ქონდა და უკან ორი. ხო, და ძრავი ეყენა უკან. ჩემსაც ბავშვობაში ძრავი არ ეყენა, მაგრამ ჩემი სამთვლიანი ხო, და თან როგორი ის ქონდა, იცი, რო ატარა და რაღაცა კი მოეწონა რა, მაგრამ რაღაც არ მოეწოლებოდა. ხო, რაღაც ისეთ სწრაფად არ დადიოდა როგორც თვითონ უნდა. და რატო სწრაფად არ დადის? ადგა დაშალა აწყო თვითონვე, თავიდან ბოლომდე დაშალა და აწყო, ნახარ ისგან იყო გამზადებული. თავი ხო, დაიმო. და ადგა და მეორე ძრავი დაუმატა. იმ ერთი ძრავით თან მოიგო, გააუმჯობესა თვითონ აწყო რა ის, რო დაშალა და აწყო, გააუმჯობესა, მოიგო შეჯიბრი. მერე ორ ძრავიანი, მეორე ძრავი რო დაამატა, მეორეთაც მოიგო. უკვე ამ ორი ძრავით, ხო. და ტიპმა მიზნა დაისახა, წარმოიდგინე, რომ თან ეს ხო და თან მილანში ცხოვრობდა. წარმოიდგინე, მე მილანიდან საფრანგეთის და გერმანიის საზღვარზე პროვინციაში გადავიდნენ საცხოვრებლად რა. და იქ ჩამოაყალიბა თავისი მიკროქარხანა ეგრეთ წოდებული. სადაც აი ძრავებს და იმებს ხო და სპორტულ მანქანებს სპორტული მანქანების კეთება დაიწყო. ხო, გაკეთება დაიწყო. და მიზნად ქონა დასახული რომ გაეკეთებინა ხარისხიანი და სწრაფი მანქანა. და შენ წარმოიდგინე, აი ასეულობით ჩემპიონატი აქვს მოგებული. მაგდიბ. ხო. აი ასეულობით. იმიტომ რომ თორულად არ ამეკია. ხო და იმიტომ რომ დაიმუღამებინა და ბოლოს მედები გაეკეთებინა რა. და ყოველთვის ცდილობდა ისეთი მანქანა გაეკეთებინა, რომ უკეთესი ყოფილიყო, ყველაზე უკეთესი ყოფილიყო რა. დღემდე არ არის ეგრე. ხო. და შენ წარმოიდგინე, რომ აი თან რა პერიოდი არის, წარმოიდგინე მე-20 საუკუნის დასაწყისი. ხო რა. რომ მაგ დროს უკვე რომ მერსედესმა გაითქვა სახელი ევროპაში, ფიატმა გაითქვა სახელი. ბატონო. და კონკურენციაში უნდა შევიდეს და მაგ დროს ისეთ მანქანებს ამზადებს, რომ იგებს და თან ყველაზე საინტერესო რა არის, იცი? ხო სარბოლო მანქანებს ამზადებ და მაგრამ ჩვეულებრივად შეგეძლო გეყიდა ეგ მანქანაში. ლეგალური იყო. ხო, სხვებისგან განსხვავებით, სხვა კომპანიებისგან ლეგალური მანქანები იყო. არა, ლეგალურს თავი დაანებე, ლეგალური ასეც იყო, ისეც იყო. არა, ლეგალურს ვიძახი მე, რომ ჩვეულებრივ გზაზე რო შეგილია რომ. ხო, რომ და თან სპორტული ბოლიდები. მერსედესი მაგალითად და სხვა კომპანიები სპორტულ მანქანას ცალკე ამზადებდნენ, ქალაქის ვერსიას. ხო და აი მაგას ვიძახი, ანუ ამითი ქალაქში შეგეწროს არა. ხო. მაგიტო ვიძახი ლეგალურს. და მოთხოვნადი გახდა რა. ხო, აბა იხა სპორტული მანქანა და თან ქალაქში. და ერთ-ერთ პრეზენტაციაზე ერთმა ქალმა გამოთქვა პრეტენზია რა. მე სპორტული მანქანა არ მინდაო. ვიღაც დიდფულიანი ბურჟუი ქალი იყო რა. ჩვეულებრივი ის მინდაო? ხო, მე მინდაო უკეთესზე უკეთესია და მსოფლიოში ერთადერთი და განუმეორებელი. ну მაგ დროს თავისი შვილით წამოიზარდა პარალელურად მაგასაც ვიტყვი ჟანი მაგარი სხვათა შორის სისგენში ქონდათ რა ეს მანქანების ამბავი არა მხატვრობა და დიზაინერობა და ეგეთი რაღაცეები რა და 16 წლის ასაკში მამამისმა დაავალა დიზაინი გაეკეთებინა რამე განსხვავებული მანქანისთვის რა და ისა ორი შვილი ყავდა გოგო და ბიჭი რა და თავისი დისთვის შექმნა დიზაინი მანქანისა და სხვათა შორის მაგ მანქანასაც კი უშვებდნენ ოღონდ ძალიან ცოტა ხანი იმდენად მოეწონა რა ეგ დიზაინი და ეხლა დაუბრუნეთ ისევ იმ ქალს და დაავალა ისევ თავის შვილს ამ ჟანს რო გააკეთე კიდე რო გააკეთე და ტიპმა იცი რა შექმნა რა როიალი ბუგატი როიალი შენ წარმოიდგინე ყველაზე მაგარი მანქანა ხო ბუგატებში ხო ნუ ყველაზე იყო და თან სულ 6 ცალი დაამზადეს ეგ მანქანა და სამწუხაროდ 6-დან 2 ცალი გაიყიდა მხოლოდ ერთ-ერთი იმ ქალმა წაიღო წაიყვანა
მე კაროჩე რაღაც გარკვეული პერიოდის მერე ნუ ამ შეჯიბრებებში ხო და თან ყველაზე მთავარი შვილს აუგრძავლა შეჯიბრებებში მონაწილეობა და ეს შვილი ჩუმად იღებდა მამისგან მალავდა რა რო ამ შეჯიბრებებთან ლემანებში იმებში და იგებდა თან სულ ლემონი ჩემი საყვარელი ხო თან მამამის ედგა გვერდში წარმოიდგინე და ნუ აი ძალიან მაგარ მანქანებს ამზადებდნენ რა როიალს თუ შევხედავთ კიდევ ერთი განსხვავებული მანქანა რომელიც რო ისტორიაშია შეცხოთა შორის ეგ მაგროიალის ფასი 20-დან 40 მილიონამდე მერყეობს აი დარჩენილები რაც ხო ნამდვილი ხო და არა ნაკლები შედევრი გააკეთა და სხვათა შორის გამოიყენა ავიაციის ტექნოლოგია. ატლანტიკი ხო არ არის? ატლანტიკზე ვსაუბრობ. ჩემი საყვარელი მანქანა. ხო. ეგეც ისტორიაში შევიდა ეგ ავტომობილიც და მერე მოხდა ცუდი ამბავი ტრაგიკული ისტორია. ხო, ტრაგიკული ისტორია ის რომ შვილი დაეღუპა. ერთ-ერთ საცდელი ის ქონდა რა. ტესტ დრაივი ქონდა. არა, ტესტ დრაივი სხვა რამეა. თუ აბარა იმას ტესტავდა რა ქვია. ერთ-ერთ მანქანას ტესტავდა რა, რომელიც ხო, პრინციპში ტესტ დრაივია. ხო, სატესტო პილოტი იყო შვილი რა. არა, შვილი არ იყო, კაცო, სატესტო პილოტი ვერ მოვიდა თუ რაღაცა მოხდა რა. და დაჯდა ეს ბიჭი. ჟანი. ხო, ანუ შვილი დაჯდა და თან როგორი ცუდი რაღაცა მოხდა რომ მაგ დროს როცა მანქანა იტესტებოდა მაგ გზაზე თავიანთი საოჯახო მიწა ჰქონდათ რა და მან ტესტავდნენ ხო მაგ სოფელი ეგრეთ წოდებულ სოფელი საკუთარი სატესტო ხო საკუთარი სატესტო სარბოლო გზა ჰქონდათ რა მოკლედ და მანდაც რო პოსტალიონები არიან რა პოსტალიონი არაფხიზე მდგომარეობაში, კაროჩი. დაიჯახა? არა, ვირზე შეჯდა და კაროჩე უნდა გავიდეო სამუშაოდ. თრალი. ველოსიპედით თან. თან ველოსიპედით. და ეს კიდე როგორია, მაღალი სიჩქარით მოდიოდა და მოსახვევში, როგორი ის ადგილი იყო თან. მოსახვევში რო გამოდიოდა, მე იყო თავდაღმართი. გაიგე? ხო. და იმდენად მაღალი სიჩქარით მოდიოდა მოსახვევში რომ შემოვიდა რომ დაინახა ის ველოსიპედიანი ადამიანი ხო დატორმუზება და აცდენა კიცადა მაგრამ გაიჯახა ხეს ისეთი სისტრაფით შეასყდა რომ მანქანა სიგრძეში ორად გაიხო წარმოიდგინე და ის ბიჭი ადგილზევე მოკვდა ვა ისეთი სიჩქარით მიდიოდა აი ეგეთი ტრაგიკული ისტორია მოხდა მაგის მერე მამამისმაც ვეღარ გაუწო რა მაგ იმას ეგ ყველაფერი ხდებოდა 30-იანი წლების დასაწყისში ბოლოსკენ რა და ნუ თან განიცადა რა მერე მოყვა იმას რომ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო მეორე მსოფლიო ომი რო დამთავრდა შენაო იტალიელი ხარო რახან მილანში იყო დაბადებული და გაზრდილი არა და იტალიელი ვაფშე არ არის ხო ფრანგია ხო არა და იტალიელია ბუგატი სხვათა შორის რუსაფრანგეთში გაზრდილი პროსო გაზრდილი ბავშვობიდან იქ იზრდებოდა რა პრინციპში იტალიური ეტორე და ბუგატის იტალიური სახელი და გვარია ხო და ქარხანა არ დაუბრუნა საფრანგეთმა არ მისცა ქარხანა რა სადაც ჰქონდა თელი სასამართლოები რაღაცა ყველაფერი და იტოქში იმპაქტმა დაარტყა რა დაიღუპა და კომაში ჩავარდა და ისე დაიღუპა რომ აზე ვეღარც მოვიდა და ეს ყველაფერი ხდება 1947 წელს ვა ომის მერე პერიოდში და გონზე სანამ მოვიდოდა ხო მანამდე დაუბრუნეს ქარხანა ისე რომ თვითონ ვერც გაიგო ეგ ამბავი რა აი ეგ ტრაგიკული ისტორია იყო და მაგ დროს
მერე Chrysler-მა იყიდა ეს ხო, Volkswagen-მაც მე. აი Volkswagen-მა ბოლოს არაფერი არ გამოვიდა მერე კიდე რომელიღაც კომპანიამ იყიდა იმასაც არაფერი არ გამოვიდა აი ეს EB100 რო გამოუშვეს ხო აი მაგ დროს ახალი ვერსია რო გააკეთეს ხო ახალი ვერსია რო 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა ეგ ამბავი და მაშინაც ჩაუვარდათ პროექტი რატომღაც არადა ცუდი მანქანა არ არის ეგ EB100 ხო და ბოლოს Volkswagen-მა იყიდა Bugatti რომელიც ქვეშაც ძალიან ბევრი კაი მანქანა გამოვიდა ხო რომელმაც ის პირველობა რასაც ყია ვეირონი გააკეთეს ვეირონის შექმნით ხო ვეირონით დაიწყეს ხო მერე ეს გააკეთეს მერე უკვე ჩირონი გააკეთეს აგერ ავტომობილი დივო გააკეთეს ამის მერე დივო არის ხო ამის მერე დივო არის მერე ის რაღაც ფრანგული სახელი რო ქვია რო არ მახსოვს ხო რაღაცა YouTube რაღაცა ჩირონზე რაღაცა უნდა ვთქვა რა და ბოლოს ბოლიდი გააკეთეს და ბოლოს ბოლიდი გააკეთეს და ჩირონზე უნდა ვთქვა რომ იმაზე რა ქვია სიჩქარის რეკორდზე გავიდა ხო ჩირონი ყველაფერი დახსნეს ხო შეამსუბუქეს მანქანა და თან ერთი მიმართულებით იმას აკეთებდა და არ ჩაუთვალეს ეგ ანუ რო ჩაითვალოს უნდა წავიდეს და უკან წამოვიდეს ხო ორივე მიმართულებით უნდა განავითარო და მაგ დროს გამოყავთ საშუალო მაქსიმალური სიჩქარე ხო და ნახე ანუ ამან კი იცის მაგრამ თქვენთვის ვიტყვი რომ თავიდან ჩათვალეს და მერე რო გაიგეს რომ ყველაფერი დახსნილი ქონდა და დამსუბუქებული იყო მანქანა მერე გაუქმეს რა რეკორდი ხო და თან მარტო ერთი მიმართულებით რო შეასრულა არ ჩაითვალა ანუ არ ჩათვალეს ხო მაგრამ ჩირონი მაინც ჩირონია რა ხო ნუ ეხლა თან ბოლიძე იძახიან რომ რატომღაც რო ვითომ ყველაზე სწრაფიაო სოფლიოშიო ნახოთ ცოტა არ იყოს მეეჭვება მე კიონიქსეგის და მის ჯახს ველოდები ჰენესი ვენომის ხო იესკოს და ჰენესი ვენომის იესკო აბსოლუტის კი იესკოს განხილვადებს რატო თუ ატარამ რა დაამყარა რეკორდი არა გუშინ ეგ ვიცი ხო მაგრამ ისინი იქაჩებიან ხო რავი მოხსნა ნება 538 მართლა და მე ვილაპარაკობ ეგ აღარ მინახე 532 უფრო სწორად ხო და აღარ მინახია მე მახსოვდა 510 არა 532 კილომეტრ-საათი ეგ თუ ატარამ SSC თუ ატარამ დაამყარა ეგრე თუ ატარა იზავდა მაგ საქმეს ხო და დღეს კი Bugatti რიმაკის ხელში რიმაკმა იყიდა აი სწრაფ ელექტრომობილებს რო აკეთებს სპორტულ ელექტრომობილებს და кайფი გითხრა აბა თვითონ გადაადგილდება ნიტო პორშე ნიტო ბევეთი ხო და ეხლა რაც შეეხება ვიდეოს დასაწყისში რო თქვი რომ მამამისის ხო ეგ მოიგებია მეთქი ცხვირი მანქანის აი ეს ნაწილი აი ეს ცხაურა რაც არის თვითონ ეგ ფორმა ხო მამამისმა დაამზადა ტუმბო და მაგის დიზაინი ზუსტად ეგეთი ფორმა აქვს ტუმბოს და ეგ მაგის დიზაინი და ეგ დიზაინი გამოიყენა სხვათა შორის მაგრა უხდება მანქანას მოკლედ აი ეგეთი საინტერესო რაღაცა პატარა რაღაცას ბურაჯოზეც ვიტყვი 1.18-ს კი ბატონო ანუ ეს არის მეორე მოდელი ბურაჯოს 1.18 რასაც ვიღებთ კი და მაშინაც თქვი და ეხლაც ვამბობ რომ კი ჩინელების ხელშია ეხლა პირველი რომელი Porsche GT3 RS ხო კი ჩინელების ხელშია მაგრამ ხარისხი მომწონს იტალიურ ბურაჯოსთან შეხება მქონია ღრმა ბავშვობაში იმედია ის მანქანა ოდესმე დაბრუნდება გვაქვს იმიტომ რომ რესტავრაცია უნდა და იმედია დაბრუნდება ის მანქანა ნამდვილი იტალიური ბურაჯო მაგრამ არც ეს არ არის ცუდი რა შენი ბავშვობის მანქანაა ის ხოთაშორის სადღაც 3 წლის ვიყავი რომ მომიტანის ხო ხო და ეს მანქანა მაგრამ ანუ მანქანა რა თვითონ საკოლექციო მოდელის ხარისხი მომწონს
და ამის ფასი არის საშუალოდ $50-დან $60-მდე. ეგ თუ ამერიკაში ხართ ან ისეთ ქვეყანაში და აქ რო ჩამოიტანოთ ცოტა მეტი. ანუ იქ წონა და მთელი ამბებია. კი ბატონო. კაი, მე მგონი მოვჭით არა? ხო, არხი გამოიწერეთ, ვიდეო გააზიარეთ, კომენტარი დატოვეთ და 10,000 გამომწერზე. აი ამ ბუგატზე მაგარ მანქანას გაჩვენეთ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ჯირონზე მაგარი რა შეიძლება იყოს, მაგრამ ის ერთი როა და ამას ბევრად ჯობია. კი. და სხვათა შორის დარწმუნებული ვარ მაყურებლის 80%-ისთვის საყვარელი მანქანა. 80 არა, მე ვთვლი, რომ 100-დან 100 არა, მაგრამ 99% შეიძლება იყოს. იმიტომ რომ ერთ მინიშნებას მოგცემთ. ბევრი მაყურებლის თვის ნოსტალგიას გამოიწვევს რა იმ. მეტ მინიშნებას აღარ შეიძლება. კაი, დავემშვიდობოთ ახლა. იმედია მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ვიდეო. კომენტარები დაგვიტოვით. აუცილებლად შეკითხვები, თხოვნები და რა ვიცი რა. დონაციის ამბავი აღწერაშია, მეილიც აღწერაშია, სასპონსორო შემოთავაზება ვინმეს თუ აქვს, ან რამე შემოთავაზება თუ აქვს, ადვილად შეგიძლია დაგვიკავშირდეთ, იმიტომ რომ ლინკები დევს. კი ბატონო. აღწერაში და აღწერა წაიკითხეთ ხოლმე. აუცილებლად. კარგად ვზანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. Yeah.